გზისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმანო და დამო, როგორც მე შეგპირდი, რადგან პეტრე პავლოვის მარხვის პერიოდია, რომ უნდა შევხმიანებულიყავით ამ ორ საოცარ თავ მოციქულებს ვის შესახებ უნდა ველაპარაკა, გვესაუბრა, მოგვეთრო მათი 8 წლი კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა და წინა კვირას პავლე მოციქულზე ვისაუბრებთ. მე მინდა დღეს პეტრე მოციქულის შესახებ გიამბოთ. ეს პეტრე და პავლე მოციქული არის თავ მოციქულთ, ესე მოციქულებს შორის ყველაზე ბევრი იღვაწეს ამათ. და უცნაური კიდევ ის არის, რომ აი ეს ორი მოციქული, ზოგჯერ ამბობენ, რომ როგორ გავიგოთ სად არის ჭეშმარიტება, ძალიან უბრალოდ, თუნდა ამ ორ მოციქულის მიხედვით, იმიტომ რომ ერთი იყო პავლე შედარებით ნასწავლი, დიდი არაფერი, პეტრე უსწავლელი, პავლე იყო კარლების მკერავი, პეტრე იყო მეთევზური, თევზისუნი ადიოდა, უღარიბესი კაცი, უსწავლელი კაცი, შემდგომ უკვე კაი ხანში შესული და პავლე იყო ავანტყოფი, სერიოზულად ავანტყოფი, ისე რომ აი ვინც ავათარი, აი თქვათ მაგალითისთვის წნევა ვისაც აქვს, ხო, ვეღარაფერს ვეღარ აკეთებ, ხარ საწოლზე. წნევა რა არის, პავლეს რა სჭირდა, ძმანო და დანო, აი როგორც ეპილეფსიური მოვლენა, აი ესეთი რამ და ხშირად ემართებოდა და ეს ასეთმა კაცმა და ესე იგი პავლემ და პეტრემ მთელი მსოფლიო მოიარეს და ვინ გინდა, ვის გინდა, ეხლა ვინმე შენ ჭკუაზე წაიყვანა და მთელი მსოფლიო გააქრისტიანდა. სადაც აშკარად ჩანს ქრისტეს ჭეშმარიტება, რომ ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთი. სხვანაირად აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ესეთი რამ. იმიტომ რომ ჩვენ რო სხვა რელიგიებს გადავხედოთ, ნახავთ, რომ იქ ძალიან ბევრი დაშვება, ძალიან ბევრი. და ის რელიგიები, განვითა ის რელიგიები გავრცელდა დიდი ხელშეწყობით მეფეების, ამა სოფელთა ძლიერთა, ამა სოფლისას მეოხები შეწევი და იქ იმათ რელიგიებში ძალიან ბევრი რამ დაშვებული და ის გავრცელდა ძალითაც. ეს პირიქით, ეს ქრისტემ ესე მოაწყო, რომ იქ მიხვდა ჭეშმარიტებას. ეს რელიგია ჩვენ საოცარი დაებრივი ნამდვილი მართლმადიდებლური ჭეშმარიტ ქრისტიანობა გავრცელდა აი ძირითადად ამ ორი მოციქულის, როგორც დავახასიათე, როგორები იყვნენ ისინი და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რელიგია რამდენ რამეს გძალავს, ხო? ჯერ იცით, ახლა ხო არ დავიწყებ ჩამოვიდეთ. მიუხედავად იმისა, საოცრად გავრცელდა, მიუხედავად იმისა, რომ დევნაში იყო ქრისტიანობა, მაინც ვრცელდებოდა, იმიტომ რომ ხალხი მიხვდა, რომ ეს იყო ჭეშმარიტება. და აი პეტრე მოციქულზე მინდა გიამბოთ, ძმანო და დანო, პეტრე მოციქულზე და საოცარი ის არის, რომ პეტრე მოციქული იყო ძალიან ესეთი გულმხურვალე მორწმუნე. აი თუ სხვა მოციქულები, როცა მაცხოვარი იტყოდა სადმე ისეთ რთულ ადგილზე წასვლას, პირველი თუ სხვებს რაღაცნაირად კი არ წინდათ, ეშინოდათ, პეტრეს უხაროდ. აი ესეთი გულმხურვალე მორწმუნე იყო პეტრე, აღმატებული წმენაში სხვებზე, ძმანო და დანო. პეტრე მოციქული, როდესაც შევიდა რომში, იქ რომში დახვდა სვიმონ მოგვი. ეს იყო სატანისტი, თუმცა მონათული გარეგნულად ვითომ ქრისტიანობდა, მაგრამ სინამდვილეში სატანისტი იყო, სატანას სცემდა თავს და სატანისგან ჰქონდა დიდი ძალა. ისე რომ პეტრე რო გადაგებდა ქრისტიანობას, ორად იყო გაყოფილი. იმდენად ძლიერი იყო სვიმონ, ესე იგი მოგვი, ჯადოქარი, ანუ იმდენად ძლიერი იყო, რომ ორად იყო გაყოფილი. ესე იგი, ნახევარი რომ პეტრეს უჭერდა მხარს, ნახევარი სვიმონ მოგვს, იმიტომ რომ ის სასწაულებს იქმოდა, სრულ სასწაულებს და ბევრს ჯეროდა. ამიტომ საჭირო იყო დამარცხება სვიმონ მოგვის და პეტრემ გამოიწვია კამათში. ესე იგი, მოდი შევხვდეთ ერთმანეთს.
და მანაც მიიღო. და როდესაც ესე იგი სვიმონ მოგვი ამაყობდა რომ აი რასასწაულებს ვაკეთებო, ზაღლიც კი ყავდა ისეთი, რომ სვიმონ მოგვზე თუ ვინმე რამეს გაიფიქრებდა, კბენდა, ეცემოდა და უკბენდა იმ ადამიანს. და სვიმონ პეტრე მოციქულმა უთხრა სვიმონ მოგვს, რომ მოდი მკვდარი ნახო მკვდარი და რომელიც აღადგეს, ის იქნება ჭეშმარიტი ღვთის მორწმუნეო და იმის ღმერთი იქნება ჭეშმარიტი ღმერთიო და სვიმონ მოგვმა ბევრს ეცადა, თუმცა თავი ააწევინა მიცვალებულს, ესე იგი მექანიკურად თავი გაანძრია მიცვალებულმა, ეგ იყო და ეგ. ხოლო პეტრე მოციქულმა ილოცა და ქრისტეს ძალით მკვდარი აღადგინა. ამ სხვათა შორის ამ მოვლენა, ამ ფაქტს სხვა ისტორიული წყაროებიც ადასტურებენ ძმანო და და. არა მარტო პეტრე მოციქულის ცხოვრებაში წერი ეს. და ამის გამო ჩაქოლვა უნდათ როგორც რუსი სვიმონ მოგვის, მაგრამ პეტრემ დაინდო, წარმოიდგინეთ, აი ჯადოხარი, დაინდო და თქვა, არაო, გააძევეთ ქალაქში, ქალაქიდან არ მოკლათო, იყოსო, იქნებ შეინახოსო და გააძევეს ქალაქიდან და პეტრე მოციქულის ძალებით არ მოკლეს სვიმონ მოგვი. მაგრამ ნერონმა იცი თქვენ ეს საშინელი იმპერატორი იყო, საშინელი დესპოტი, დიქტატორი ნამდვილი და ამ საშინელმა კაცმა, რომელსაც არაფერი არ ჰქონდა რელიგიური, სულ დროს ატარებდა ქალებში, სულ ატარებდა ქეიფში, ესეთი საშინელი და ვინც კი წინააღმდეგობას გაუწევდა, იმ წამსვე კლავდა. ესე საშინელი დესპოტი იყო, საშინელი დიქტატორი იყო და მან მოიკითხა სვიმონ მოგვი და მიიყვანა სასახლეში და დიდ პატივში ყავდა, იმიტომ რომ ისეც სატანისტი იყო და ისეც. და მაშინ სვიმონმა ისევ დაიწყო ხალხის გადაბირება და ერთ დღეს გამოაცხადა, რომ მე გავფრინდებიო, ესე იგი, ცაში ვაუმაღლდებიო. და დიდძალი ხალხი შეიკრიბა რომში და ერთ მაღალ შენობაში ავიდა, შენობაზე სვიმონ მოგვი და განაცხადა, რომ აი ეხლა მე დავიწყებ ამაღლებასო და ცაში გავფრინდებიო. და მართლაც ეშმაკების დახმარებით მან ილოცა სატანაზე და აი ამ ბოროტ ძალებმა, ბოროტ სულებმა უხილავად არ ჩანდა, მაგრამ აი ესე ძალი აიტაცეს ეს სვიმონ მოგვი და ხალხის წინაშე მართლაც ხედავენ, დაინახა ხალხმა, რომ სვიმონ მოგვმა დაიწყო ფრენა. და მაშინ გამოჩნდა პეტრე მოციქულის და თქვა, რომ ეს არის ბოროტი ძალების მიერ და აი მე ქრისტეს სახელით მას ჩამოვაგდებო და სახელითა მამისათა და ძისათა დაწმინდისა სულისათაო გადაწერა პიჯვარი და იმ წამსვე განკარდა ძალა ბოროტისა და ესე დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა სვიმონ მოგვი და სული განუტევა. ამის შემდეგ მთელი რომი უკვე აღიარებდა ქრისტეს და იყო არა სვიმონის მოგვის მიმდევარი, არამედ პეტრე მოციქულის. ეხლა კიდევ ერთი რა იყო საინტერესო. ნერონს ყავდა დასი, ცოლების, უпроსტად ხარჭთა დასი, ესე იგი მებრუშე კაცი იყო და ბევრი ქალები ყავდა და სასახლეში ორი იყო ულამაზესი ქალი, გამორჩეული, ყველა ლამაზი ყავდა. ორი განსაკუთრებულად ლამაზი და გამორჩეული, მაღალი, ულამაზესი, ძველიანით რო ვთქვა, ქნულ-კეთილ, ფრია. და აი ამ ორმა ქალმა მოისმინა რა პეტრე მოციქულის ქადაგება. ამ ქადაგებით ისინი გახდნენ ქრისტიანები, მოინათლნენ პეტრესგან და სხვათა შორის პეტრე რო ქადაგებდა საქმე მოციქულთაში წმინდა წრეებში წერია 1000-ობით კაცი მოიქცეოდა ხოლმე ერთი ქადაგებით. რამოდენიმე 1000 კაცი. ისეთი ცეცხლოვანი ქადაგება ჰქონდა სული წმინდისგან, რა თქმა უნდა. და აი ნერონმა, როდესაც ნერონი მივიდა ამ თავის საყვარელთან და მათ უარი უთხრეს, წარმოიდგინეთ ფიზიკურ კავშირზე და გაიგო რაშიც იყო საქმე, გაგიჟდა, განრისხდა ნერონი და გამოაცხადა ნომერ პირველ, ესე იგი ნომერი პირველი მტერი მისი პეტრე მოციქული და გამოაცხადა ქრისტიანთა დევნა, მართლმადიდებელთა დევნა. ქრისტიანების დევნა ეს იყო პირველი დევნა, რომელიც დაიწყო ნერონმა აი ამის გამო ძმანო და დარდა. და დაიწყო უსასტიკესი დევნა ქრისტიანების და უპირველეს ყოვლისა ეძებდა პეტრე მოციქულს. და ნერონმა რაც ბრძანა პირველი
პეტრე მოციქული და ყველა ეპისკოპოსი, ვისაც კი ეპისკოპოსს დაინახავთ, მოიყვანეთ და იმ წამსვე აწამეთო, ჯერ უარყოფსო ქრისტე თუ არ უარყოფსო, მე აწამეთო და ამიტომ დაწერა პავლე მოციქულმა შემდგომ ერთ-ერთ ეპისტოლეში, ვისაც უნდა ეპისკოპოსობა, კეთილი საქმე უნდა, იმიტომ რომ იმდენად უკვე საშიში იყო, რომ ეპისკოპოსი და ეპისკოპოსებს ხოცავდნენ და უკვე ცოტა იყო ეპისკოპოსები. ამიტომ ვინც ამ დროს მოინდომებდა ეპისკოპოსობას, პავლე მოციქულმა იმ დევნაში თქვა, ეს არის უდიდესი საქმე და კეთილი საქმეო, თქვა პავლე მოციქულმა. და ძმანო და დანო, ესე იგი, კიდევ ერთი მინდა გავიხსენო, პეტრე მოციქული ამ დევნის დროს მრევლმა, ესე იგი, თელმა რომის მრევლმა ძალიან თხოვეს, მრევლმა თხოვა, რომ წასულიყო ქალაქიდან, რომ არ ეწამებინათ პეტრე. პეტრე არაფრით არ თანხმდებოდა, მაგრამ ბოლოს ძალიან თხოვეს, რომ შენ ძალიან ჭირდება ეკლესიასო და დათანხმდა და აი ღამით პეტრე მოციქული გადის, მოახერხეს ისე, რომ გაიყვანეს პეტრე მოციქული რომის კარიბჭიდან და ღამია და მიდის რომიდან პეტრე, რადგან გავიდა უკვე მას, ესე იგი, სამშვიდობოზე იყო და შეეძლო გასულიყო და ესე იგი, არ მუქრებოდა მისი ცოცხლის საფრთხე და ამ დროს ხედავს პეტრე მოციქული, რომ უფალი მოდის, გამოცხადება, ქრისტე მოდის ჯვრით, დიდი ჯვარი აქვს, როგორც გოლგოთაზე ქონდა მაცხოვარს, ზურგზე აკიდებული და მოდის და უყურებს გაუგნებული პეტრე და უფალმა ჩაუარა პეტრეს და პეტრემ გახედა და უთხრა, რომ სად მიყვალ უფალო, ესე ძველიენით ვიდრე ხვალ უფალო, წიგნიც არის სენკევიჩის, ყველას გექნებათ წაკითხული, ვიდრე ხვალ უფალო, ესე იგი საით მიყვალ უფალო და მაცხოვარმა უთხრა, რომში მივიდი ვარ, რომ ჯვარს ვეცო და გამოცხადება განკარგა. ანუ მიანიშნა პეტრეს, რომ შენ კი არ უნდა დატოვო რომი, შენ პირველი მაგალითი უნდა იყო მრევლის და იქ უამრავებს აწამებენ ქრისტიანობისგან და შენ მიდიხარ, თითქოს ეს უთხრა უფალო. და მაშინ მიხვდა პეტრე მოციქული და გაბრუნდა, შევიდა რომში და გამოაცხადა თამამად, რომ მე ვარ პეტრე მოციქულიო და დაიჭირეს და რა თქმა უნდა ჯვარს აწვეს, მაგრამ პეტრეს მუდამ ახსოვდა, რომ უარყო ქრისტე, რომ გახსოვთ სახარებიდან პეტრემ, რომ უარყო, სამჯერ უარყო ქრისტე, შეფუცებით და შეჩვენებითაც კი და ეს მუდამ ახსოვდა პეტრეს. ამბობდნენ, რომ ყოველ მამლის ყივინზე პეტრე ტიროდა და იმდენად ტიროდა მთელი ცხოვრება პეტრე, რომ ღარებიც კი გაუჩნდა, აი სახეზე ესე ღარები გაუჩნდა და ეს ახსოვდა პეტრე მოციქულს და ერთი თხოვნა მაქო ჯალათებს უთხრა და შეუსრულეს ეს თხოვნა და რომ მე ჯვარს მაცვით არა ისე როგორც ქრისტე, არამედ უკუღმაო, ესე იგი შემოატრიალე ჯვარი, იმიტომ რომ არ ვარ ღირსი, ისე ვეცვა ჯვარს როგორც ქრისტეო და ეს სული შეუსრულეს. ეხლა იმათთვის რა იყო ეს არაფერი და ეს შეუსრულეს. ამიტომ არის ვინც ყოფილხართ რომში, ვატიკანში და გინახიათ პეტრე პავლეს საფლავები იქ არის იმ საოცარ ტაძარში, პეტრე პავლეს საფლავები ძმანო და დანო, პეტრე მოციქულის თან საფლავზე ჯვარი არის უკუღმა. ესე იგი, პავლესთან სწორა ჯვარი და თუმცა პავლეს როგორც რომის მოქალაქეს თავი მოაჭრეს, ჯვარცმული არა, მაგრამ ჯვარი არის პავლეს საფლავზე. პეტრესთან უკუღმა არის გამოსახული ჯვარი, ნიშნად იმისა, თუ როგორ აწამეს პეტრე. ეხლა ძმანო და დანო, მე მინდა აღარ შეგაწყეთ, მაგრამ ერთი რამ აუცილებლად უნდა წაგიკითხოთ. ეს არის იოანე ოქროპირის სიტყვა, ჩვენ წინა კვირას წავიკითხეთ სიტყვა პავლეზე, არაჩვეულებრივი სიტყვა. დღეს მინდა იოანე ოქროპირის სიტყვა წაგიკითხოთ პეტრე მოციქულზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი სიტყვა და რატო? აქ მარტო პეტრეს შესახებ კი არა, აქ არის იმის შესახებ, თუ რა დიდი აზრი იყო პეტრეს დაცემაში, რატო დაუშვა უფალმა პეტრეს დაცემა და რას ნიშნავდა ეს ყველასათვის, არა მარტო პეტრესთვის, შემდგომ ქრისტიანებისთვის, ჩვენთვის და ყველასთვის, ვინც იქნება შემდგომ ჩვენს მერეც მე ვინმე მოსვლამდე მართლმადიდებელი ქრისტიანი.
მე მინდა ეს სიტყვა წაგიკითხოთ და მომისმინეთ თან თუ რამე გასამართებელი იქნება გამმართო. ცოტანი ხარ დღეს ტაძარში. რა არის ამის მიზეზი? რატომ ნუ ჩამოთვლით ვითომ საპატიო მიზეზებს? ისინი არ არსებობენ. არსებობს ერთი მიზეზი, ეს არის უდარდელობა, სიზარმაცე. იტყვის შენ, მე ვერ მოვდივარ ეკლესიაში, იმიტომ რომ ცოდვილი ვარ და უაზრობაა მოსვლა. სწორედ ამიტომაც უნდა მოხვიდე, რომ ცოდვილი ხარ და განიკურნო სულიერი წყულები. მითხარი, ვინ არის უცოდველი? ან იქნება არიცი რომ თვით ეპისკოპოსნი და მღვდელნი დამძიმებული არიან ცოდვებით. ეს მნიშვნელოვანი სიტყვა, იმიტომ რომ ზოგს იცით თქვენ რომ უყურებენ სასულიერო პირებს, როგორც რა თქმა უნდა ეს მოწოდება ისეთი სიმაღლეა, რომ მართლაც საოცარია, მაგრამ უყურებენ როგორც ანგელოზებს და მე რო ამჩნევენ მოძღვარში ან ეპისკოპოსში ან მღვდელში რამე ისეთ უარყოფითებს, მე ადგებიან გული უგრიმდება, თან გადადიან სხვა მოძღვართან, უნდათ რომ იქ იპოვონ იდეალური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სინამდვილეში ეს არასწორი მიდგომა. აი ნახეთ რას ამბობს იოანე ოქროპირი თავის თავზე და ყველაზე, რომ განა არ იცი, რომ თვით ეპისკოპოსნი და მღვდელნი დამძიმებული არიან ცოდვებით, რადგან ისინიც ისეთივე სხეულს ატარებენ, რადგან ისინი ისეთსავე სხეულს ატარებენ, როგორცაც ყველ. ჩვენ, რომლებიც ვხედავთ მაღალ დასაჯდომებში და ვასწავლით, ასევე დამძიმებული ვართ ცოდვებით. თუმცა სასწრაფოდ ღმერთს მისი კაცმოყვარეობისაგან ის რომ მღვდლები ცოდვილები არიან, ხდება ღვთისგანგებით. ესე იგი ზოგი რომ ყოლდება თქვა იმის გამო რომ ამჩნევს მღვდელში რამე ნაკლოვანებას, ეს დამაბყოლებელი კი არ არისო, იოანე ოქროპირი ამბობს, არამედ პირიქით ეს ღმერთის ღვთისგანგებით არის ასე მოწყობილიო. რატომ ეხლა ნახო? როგორ იტყვის შენ? მომისმინ, თუ მღვდლები არ შესწოდებდნენ და არ იქნებოდნენ ამ ქვეყნიური ვნებებით სავსე, მაშინ ისინი გახდებოდნენ ნამდვილი დესპოტები და შეუწყნარებლები მრევლისადმი. ამიტომ ღმერთმა ასე მოაწყო, რომ თვით ეპისკოპოსები და მღვდლები იყვნენ მონები ცოდვისა. ჭალებში მონები ცოდვისა, როგორ ესე ვნებიანი, ნებებში. რათა რითაც თვითონ არიან დაავადებულნი, მრევლის იგივე ამათყოფობებს შეხედონ შეწყნარებულნი. ასე იყო ყოველთვის, ძველადაც, ვისაც ჩააბარებდა უფალი ეკლესიის ზედამხედველობას, ვისაც ჩააბარებდა სამწყსოს, ყოველთვის მასზე დაუშვებდა დაცემას. რათა ამ დაცემებით ყოფილიყვნენ კაცმოყვარენი სხვების მიმართ. თუ მღვდლები არ შეცოდებდნენ, მაშინ შემწყნარებლები სხვათა მიმართ არ იქნებოდნენ, არამედ არაადამიანურნი გახდებოდნენ და ყველას განკვეთავდნენ ეკლესიიდან. მე ამას ჩემით კი არ ვამბობ, ოქროპირი ამბობს, ნახეთ. მე ამას ჩემით კი არ ვამბობ, არამედ ამას ვამბობ წმინდა წერილი და ახლავე დაგიმტკიცებთ. ახლავე დაგიმტკიცებთ. პეტრე მოციქულს უფალმა მისცა კლიტენის ზეცისან. პეტრე მოციქული იყო ძალიან კაცი და ყოველივე ამის შემდეგ წარმოიდგინე უცოდველიც რომ ყოფილიყო, რაღაც სარგებელს მიიღებდა მისი დარიგებიდან. ამიტომაც ღმერთმა დაუშვა მისი დაცემა და უკვე რაშიც თვითონ დაიჭრა, სხვათა ჭრილობებს მალამოდ ედებოდა. ნახეთ, ვისი დაცემა დაუშვა ღმერთმა თავ მოციქულისა, პეტრესი, შეუყეველი კლდისა, რომელსაც ქვა მაცხოვარმა, შენ ხარ კლდე და ამ კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ასე. პეტრე დაეცა ძმანო, პეტრე რომელმაც ღვთაებრივი გამოცხადებით აღიარა ჭეშმარიტება, შენ ხარო ქრისტე ძე ღვთისა ცხოველისა. ის პეტრე, რომელიც მზად იყო ქრისტესთვის დაედო სიცოცხლეც კი და ნახე როგორ დაეცა. მოუხდა მას ერთი მხევარი და რქვა,
შენცა იყავ იესოსთანა, ხოლო პეტრემ უარყო და თქვა, არ ვიცი ქრისტე, არ ვიცი კაციო. და შემდგომ სხვამ უთხრა, ესეცა იყო იესოსთანა და მერმეცა უარყო პეტრემ ფიცი, ესე იგი დაიფიცა რო არ ვიციო. და მცირე ხნის შემდგომ კვლავ უთხრა მესამემ, ჭეშმარიტად შენცა მაგათგანი ხარ. მაშინ იყო შეჩვენება და ფიცად ვითარმე არა ვიცი კაცი იგი და მეხსეულად ქათა მაიყინა. ესე იგი შეაჩვენა წარმოიდგინე. ფიცი თქვა არ ვიციო. შეაჩვენა წარმოიდგინე და აი ესე საშინელ ცოდვაში ჩავარდა პეტრე. ოხ პეტრე, არც უწამები ხარ, არც დაგმუქრებიან, ერთი გითხრეს, შენც ქრისტესთან არ იყავიო და უარყავ მაცხოვარ. ქალმა გითხრა პეტრე, ქალმა უარყავ და შეშინებულმა უარყავ. მრუშმა ქალმა ყურადღების ღირსიც რომ არ არის, მან დაგიძახა და შეშინა. დიახ, ეს მოხდა ღვთის დაშვებით და იმიტომ რომ ემწყსა კარგა, თავდაბლურა, შემწყნარებლურა სამწყსო პეტრეს და არა დესპოტურად ამპარტავლებით და შეუწყნარებლობით. რატომ მოვიყვანე ეს ისტორია, ესე იგი ოქროპირი ამბობს. იმიტომ რომ მეჩვენებინა ჩვენ მღვდლებით, სოდვებით სავსე ვართ. ამიტომ არავის მიანდო ღმერთმა მღვდლობა არც ანგელოზებს, არც თავარანგელოზებს, რამე თუ ისინი უცოდველი არიან და სიმკაცრით ერთ წამში ელვით გაანადგურებდნენ სოდვებს. ხოლო როდესაც მღვდლობა მიეცა ადამიანს, კაცს, რომელიც თვითონ არის ცოდვილი და შეხვდება ასეთივე მეორე ცოდვილი და ეტყვის აღსარებას, ვეღარ მიიღებს კაცს ზომებს. ისეც რომ არა ადამიანური გადაწყვეტილებით მოსწოს და უიმედობაში ჩააგდოს იგი, რადგან გაახსენდება თავად თვისი ცოდვები, მსგავსი თქმული ცოდველის, ასე რომ იყავი შემწყნარებელი ყველას მიმართ. ადამიანო, ცოდვილო, მოდი ეკლესიაში. ნუ გეშინს ეკლესია სულიერი სამართლოა, სადაც ჩვენ ვიკურნებით ცოდვების მიერ მიყენებული ჭრილობისაგან. ეკლესიის გარეშე განკურნება შეუძლებელია. ნუ ალბათ ხედავთ რა მნიშვნელოვანი სიტყვა იოანე ოქროპირის პეტრე მოციქულის აღსარების შესახება უბრალოდ და ნუ გამოყენებულია პეტრე მოციქული ძმანო და დანო და აი ამ სიტყვები მე რო პირველად ეს წავიკითხე, იმდენი რამე გამეხსნა, იმდენი რამ კითხვა მქონდა მე ჩემში და იმდენ კითხვას გაეცა პასუხი მძელი ვიყავი უკვე, რომ გადავწყვიტე, რომ აი ეს სიტყვა აუცილებლად არსად არ იყო მაშინ, ეხლა ძალიან ბევრი წიგნებია, არსად არ იყო ეს უმნიშვნელოვანესი სიტყვა, ვერსად ვერ გაიგონებდი, მარტო რუსულად იყო რამოდენიმე ტომები, ისეც ერთ-ორ ბიბლიოთეკაში იყო იოანე ოქროპირის და სასწრაფოდ თარგმნე და გაზეთ მრევლში მაშინ ეს იყო ასე ვთქვათ ძალიან ისეთი პოპულარული რელიგიური გაზეთი, ჟურნალი და იმ წამსვე დავეჭდე იქ და კიდევ მეორე კი ავტრაბახობ მიხარია და მადლიერების ცნობით ვარ, რომ უფალმა ღირს ყო იმისა, რომ აი ეს დიდებული სიტყვა და მრავალი სხვა დიდებული სიტყვა პირველად მე გამომაშუქებინა, ასე ვთქვათ, ქართველ მორწმუნეთათვის და ეს დიდებული სიტყვა აზრია აქ მთავარი, დარია ალბათ თარგმნილი რა თქმა უნდა, მაგრამ კიდევ მეორე მოვადრო, რომ ალბათ ორიგინალიდან თარგმნიან იოანე ოქროპირის თავიდან ბოლომდე და ეკნებათ საუკეთესო თარგმანი ქართველ კითხვას. და დავასრულე ამით ძმანო და დანო, თუმცა ერთი რამ მინდა ეს ერთი თანამედროვე ღვთისმეტყველიდან ამოვიწერე, სულ პატარა რამ არის გეტყვით, ქადაგება საერთოდ ისეთი რთული და საპასუხისმგებლო საშუალება, რომელსაც ადვილად ვერ გამოიყენებ და რომელიც ყველასათვის ერთნაირად მისაღები არ არის. რამე თუ ნუ მრავალი მოწყვლი ძმანო ჩემნო, იაკობ მოციქული ამბობს, უწყოდეთ რამე თუ უდიდეს სასჯელი მოვიღოთ, რამე თუ ფრიად ვწდებით ყოველნი, რომელიც სიტყვით არ აცდებოდეს, იგი სრული კაცი არს. ეს მოვიტანე იმიტომ, რომ მე ხშირად მომყავს წმინდა მამების
ნაშრომებიდან ფრაგმენტებით, ქადაგებებით. მომყავს იმიტომ, რომ მე გადმოვცე მართლმადიდებლური სარწმუნოება, რას გვასწავლის იგი სიღრმისეულად და მომყავს მე რომ ჩემი დავიწყო ქადაგებები, ეს იქნება სისულელი, იმიტომ რომ სულიერი გამოცდილება აქონდა წმინდა მამებს. გამიგეთ? ამიტომ ვინც აი ამ დიდებულ ნაშრომებს არ ეყრდნობა და ალბათ მოგისმენიათ ესეთი პროტესტანტული ქადაგებები რუსულად, ქართულად, ინგლისურად გადაიცემება ხო გადის ეს ქადაგებები სოფლიოში გადის დილით განსაკუთრებით მეც მოვისმინე რამოდენიმეჯერ და ხედავთ კაცი რომელიც თვითონ ლაპარაკობს კაცს რომელიც სულიერებს არაფერი გააჩინა ლაპარაკობს ნუ სისულელეს კი არ ლაპარაკობს მაგრამ იმდენად ტრაფარებული ეს ყველაფერი აი რაღაცა ისე მოყავს ვითომ იქიდან აქედან სახა მაგრამ იმდენად მკვდარია რომ არაფერი არ მოდის გულთან ძმანოდა და ამიტომ რამე მსგავსი რო არ იყოს იმიტომ რომ და ჩვენი ასე ვთქვათ სულიერებიდან არ ხაპოთ და ის არ მოგაწოდოთ ჩვენ ხაპავთ წმინდა მამების ნაშრომებიდან ამიტომ არის ძმანოდა დანო რომ ბევრს უთქვია თქვენგანს ეს რა დიდებული სიტყვა იყო ეს როგორ გამეხსნა გონება როგორი გახარებული ვარ თითქოს სულიერად არ ვიყავ ეხა დავიბადე იმიტომ რომ მე ქადაგებ არა ჩემს არამედ მომაქვს აი ესეთი დიდებული შრომები წმინდა მამების ფრაგმენტულად საკვირაო ქადაგებამ რო დაიდეოს და მომაქვს თქვენდა ამიტომ ეს არის არა ჩემი სიტყვა და ის სიხარული და ის სულიერი შვება რომელსაც თქვენ იღებთ არა ჩემი ქადაგებიდან არა წმინდა მამათა ამ დიდებული ნაშრომებიდან ამიტომ არის ესეთი ზემოქმედების დაგლოცოთ გაკურთხოთ და გაგახაროთ ნუ ეს არის არაჩვეულებრივი ხატი პეტრე და პავლე მოციქულისა მე ჩვენ მრევლს მარინას ძალიან ვთხოვე როცა გაიმგზავრა იერუსალიმში ჩამოეტანა ჩემთვის იერუსალიმიდან პეტრე პავლეს ხატი იმიტომ რომ პეტრემაც და პავლემაც ქადაგება დაიწყეს იერუსალიმიდან და ეს უდიდესი სიწმინდე იმიტომ მიდებულია ბევრ სიწმინდეებს იერუსალიმში ნაყოფია და არის თან შეხვედრის მომენტი წმინდა წერილში წერია ერთადვიზე რომ პეტრე და პავლე ერთმანეთს შეხვდებიან ეს არაჩვეულებრივი აი ქრისტიანობის ქადაგებლები მთელ მსოფლიოში გამავრცელებელი ეს ორი ერთი მოხუცი ერთი ავადმყოფი აი ამ სასწაული პეტრე და პავლე მოციქული ძმანოდა დანო და მე დავდებ დღეს პეტრე პავლობის მარხვა და შეიძლება სულიად სამართლიანი დავდოთ ეს ხატი მან. ასევე მე მინდა გითხრა თქვენ, წინა კვირას გითხარით. იოანე ოქროპირი რომელი ხელითაც წერდა თავის არაჩვეულებრივ შრომებს და განსაკუთრებით პავლე მოციქულის ეპისტოლეებს, აი ეს მარჯვენა ხელი მეოთხე საუკუნეში ცხოვრები იოანე ოქროპირისა შემონახულია უხრწნელად. რაც იმის დადასტურებაა, რომ იოანე ოქროპირი იყო სულიწმინდის მადლით მოსილი განსაკუთრებით და ნახეთ. მაგრამ ეხლა კიდევ უფრო დიდი საოცრება. ესეც დადები. მე სამწუხაროდ მინდოდა ქსეროზე გადაღება ვეღარ მოვახერხე და ამავიწყდა. არა უშავს სათვალე გაიკეთეთ, ვინც ვერ ხედავდა. დააკვირდით. სასწაული უდიდესი. ის ყური რომელ ყურშიც მარცხენა ყური იყო მე მგონი რომელ ყურშიც უჩურჩულებდა პავლე მოციქული რომელიც გითხარით მე წინა კვირას ეს ამბავი ის ყური უხრწნელად არის შემონახული ვატოპეთის მონასტერში მე ხელსაც და ყურსაც ნამხვევი ვარ მადლობა ღმერთს და ესე იგი მარჯვენა ყური კი არ არის უხრწნელად შემონახული აი ეს ყური შემორჩა უხრწნელად რაც იმის დადასტურებაა აი ამ ამბის ჭეშმარიტების რაც თქვენ მოისმინეთ წინა კვირას აი მე კარგად შეხედეთ რის კარგად იყურებით აი ნახავთ ყური როგორ ასე გამოგვაჩვენეთ მე დიდხანს უყურებდი გაოცებული და მე ვერ ვთქვი ამ უდიდეს სიწმინდეს ამას იქით დავდე და ვისაც აქვს სურვილი ალბათ ყველას აქვს სურვილი ამ იმას ნახავთ იქნებ ბორის დავავალოთ რომ დაიჭერს აი ბოლოში
და ეს უბრალოდ თითო ხატი რაც გითხარით მე პროკლე დიაკვანი რომ შეიხედავს და პავლე მოციქული რომ ყურში უჩურჩულებს არის ძველი ხატები სადაც მარცხენა ყურში უჩურჩულებს აქ ალბათ ცოტა შეცდომა მარჯვენა ყურში უჩურჩულებს ოქროპირს ესე იგი როგორ ამასაც დავდება შეგვიძლია ემთხოვოთ და თან კარგი მოდით აბა ჯვარზე და